ვარ ლილე მახრაძე 12 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა. ხატვაში მიყვარდა დაახლოებით 7 წლის ასაკში. ვიდეოებში ვუყურებდი რაღაცეებს და იქიდან ვისწავლე. ხატვაში ყველაზე რთული დასახატი არის კონტურები და ყველაზე ადვილი გასაფერადებელი არის ჩრდილები. ჩემი საყვარელი ფერი არის იისფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 30-მდე კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ ამ ნახატებს, რომ როდესაც გავიზრდები, დავათვალიერებ ამ ნახატებს და გამახსენდება ჩემი ბავშვობა. ჩემი პირველი გამოფენა მინდა მოეწყოს სკოლაში. ჩემი აზრით მე მაქვს ხატვის ნიჭი. ეს ნიჭი მაქვს ოჯახიდან, რადგან მამიდა და მამა ძალიან კარგად ხატავენ. რამდენიმე თვეა ვსწავლობ სამხატვრო სკოლაში და იქაურობა ძალიან მომწონს. ამ სკოლაში მე მიღეს გამოცდის ჩაბარების შემდეგ. მე ვაპირებ ხატვის სწავლას კიდევ 6 წელი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დიზაინერი. თუ დიზაინერი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელენა ლაზიშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის მარი ფარსენაძე. ყველაზე მშვიდი ანა სიხარულიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ემილია ბერიძე. მე ყველაზე ლამაზი თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ჩინათინ დავითაძე. იმიტომ რომ ის ძალიან თბილია, მოსიყვარულე, მხიარული და ძალიან კარგი მასწავლებელია. რაც მთავარია, მას უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ მალე შევქმნა დიზაინერი და მალე გავხდე დიზაინერი და მალე გამოვიყვანა მოდელები პოდიუმზე. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ძმა და და. მეტი და ძმა არ მინდა, რადგან ესენი მყოფნიან ნერვების მომშლელად. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია რეზი. ის ძალიან ცელქია, მაგრამ ძალიან მხიარული და ჭკვიანი. ნერვებს მიშლის იმ დროს, როდესაც ჩემი ტელეფონი უნდა. ჩემი აზრით რეზი რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ელისაბედი. ის ძალიან მხიარულია, ძალიან საყვარელია და ძალიან ცელქია. ჩემი აზრით ის გამოვა ექიმი, რადგან ხშირად მკურნალობს ბებიას და ბაბუას. მამიკო არის ცოტათი მკაცრი, მშრომელი და მოსიყვარულე. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მოსიყვარულე და ძალიან კარგი მზარეული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული საჭმელები, მაგრამ განსაკუთრებით კი შაურმა. სხვათა შორის მეც ვაკეთებ საჭმელებს. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ბლინების გაკეთება. მე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალი არის შუა ქალაქი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემი ოცნების სახლს. ამ სახლში ერთი დიდი ოთახი და ეთმობოდა მოდელების ესკიზებს. სახლს ექნებოდა დიდი ეზო აუზით და ეზოში მეყოლებოდა მანქანა. 25 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შავ BMW-ს. თუ არ ვიყიდე, მამიკო ან ბაბუა მაჩუქებს. სამოგზაურო სიამოვნებით წავდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამეკტოვა ასეთი შეკითხვა. ლილე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ლილე დამარქვა დედამ და ეს სახელი მომწონს ძალიან. მაგრამ ნინო რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნინო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრობდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი სალომე გოლიაძესთან ერთად. ის არის ჩემი მამიდაშვილი, მეგობარი და ძალიან კარგი გოგო. ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ლეკვი ტაქსა. ბედნიერება არის კარგი ოჯახი, მეგობრებთან ერთად გართობა და სკოლაში კარგი სწავლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.